მოგესალმებით ეთერში ახალი 9-ზე თორნიკე გვერენჩხილაძესთან ერთად დღეს გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მემუქრებიან ცემით, კაცებით, კრიტით, წესნაზით, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ არაფერს. და ასე შემდეგ ვითხოვთ მთელი მეტპერსონალისგან განთავისუფლებას. ქსნის ციხის პატიმართან მოთხოვნები ახალ ადმინისტრაციას საპატიმროს ტერიტორიაზე ოჯახის წევრები ამ დრომდე რჩებიან. იქ იყო უბრალოდ პროვოცირება მოახდინა თვითონ უფროსმა, რომელმაც უხეშად მიმართა პატიმრებს. არ მგონია რომ დღეს ვინმეს ინტერესში იყოს რომ მინიმუმ შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს. დედაქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები გაფიცვისთვის ემზადებიან. მძღოლების აქციას შესაძლოა თბილისის მეტროს თანამშრომლებით შეუერთდნენ. 7 რიცხვამდე დრო მივეცით, რომ შეგვიცვალონ ეს ხელშეკრულება. ერთი მოთხოვნა არის შეფასების მომატება, გაორმაგებით და დანარჩენი არის ტექნიკური საკითხი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ქსნის სასჯელ ასრულების დაწესებულება უკვე დატოვეს. მთელი დღის განმავლობაში პატიმრები ოჯახის წევრებს და ახლობლებს ურეკავდნენ და შესაძლო დარბევაზე ატყობინებდნენ. თუმცა მსჯავრდებულთა ვარაუდის სასჯელ ასრულების სამინისტრო მოუარყო. ადგილზე მისულმა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კი ამის ალბათობა გამორიცხეს. პატიმრები პრობლემას ახალ ადმინისტრაციასა და საპატიმროში მომუშავე ექიმებში ხედავენ. მათი თქმით, ნუკრი ხუხუა მსჯავრდებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს და მათ არასათანადოდ ეპყრობა. ქსნის მე-15 სასჯელ ასრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ციხის ახალი უფროსის ნუკრი ხუხუასა და მეტპერსონალის გათავისუფლებას ითხოვენ. პატიმრები აცხადებენ, რომ ხუხუა წლების მანძილზე დათა ახალაიას მითითებების უშუალო შემსრულებელი იყო. ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულების დირექტორი ნუკრი ხუხუა არის ჯალათი, ახალაიას მოადგილე. თუ არ იქნება განთავისუფლებული სამსახურიდან დაუყოვნებლივ, ყველა პატიმარი მიმართავთ უკიდურეს ზომებს და ამოვიკერავთ პირს. ხუხუა არის ნაშა. მოადგილე იყო იმისი, რა ქვია, ბაჩო ახალაიასი და ჯალათია და თუ კი სადმე ხალხი ილახებოდა ესცემდა და ეს იყო ყველაფრის დავიდა თავი. ბაჩო ახალაია იყო მაშინ 24 წელს და ამანასწავლა თუ კი რა ამისი დაფლე გააკეთა ამან. მემუქრებიან ცემით, კაცებით, კრიტით, წესნაზით, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ. მღელვარება ქსნის ციხესთან დილიდან დაიწყო. ადგილზე შეკრებილნი იყვნენ პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ციხეში სპეცრაზმის შეყვანა იგეგმებოდა. არ ვიცით რა ხდება, რა ბეიხანია უკვე აღარ დაურეკ. როდის დაგირეკათ? გუშინ საღამოზე მე კი არა და თავისი დედს დაურეკ. მაინც რა გითხრათ? სასწრაფოდ მოდით ქსნის ციხეში. რაღაცა უბედურება ხდება. დარეკა სხვამდაბირეკა სახელმწიფო ის გვარი არ თქვა სუსვა დარეკა რომ ჩქარა წამოდით სპეცრაზია შემოსულიო. მოგვიანებით პატიმრებმა ციხეში უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების შესვლა მოითხოვეს. არავით არის სპეცნაზი შიგნით არ არის. ეხლა მე-15-ში რო გადავალთ, იქიდანაც გამოგიტანთ ინფორმაციას. არავით არის ცემა სპეცნაზი იქ არ არის. ჯერჯერობით არავით, ამიტომ არც იქნება კიდე ჩვენც აქა ვართ, თქვენც აქა ხართ. ნახავთ რომ არავით არ სპეცნაზს ვერ შემოიყვანენ, არ შემოიყვანენ. სასჯელ ასრულების სამინისტრო სპეცრაზმის შეყვანის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. რა განაცხადეს საპატიმროს მონახულების შემდეგ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა დეტალებს პირდაპირ ეთერში მალხას ჭკადუასგან შევიტყობთ. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება მალხას, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თორნიკე ვიდრე გაგაცნობდით მათ განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ აქ მორიგი ხმაური იყო, ხმაურიანი შეხლა-შემოხლა გაიმართა იმ ციხის ბადრაგებსა და უფრო სწორედ ციხის ტერიტორიაზე მომუშავე სამხედრო მომსახურეებს შორისა და პატიმრების მშობლებს შორის, მათ სრულად შემოსულიყვნენ, დამატებით ნაკად სრულად შემოსულიყო ტერიტორიაზე. ის უფლებას მათ არ მისცეს, შესაბამისად ამას მოყვა ხმაური. ჩვენ შეგვიძლია ეს მონაკვეთიც ვნახოთ, თუმცა კიდევ იმასაც გეტყვით, რომ აქ მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ადვოკატი ლალი აბციაურიც, რომელმაც თქვა ასეთი რამ, რომ ექიმები, რომლებიც მუშაობენ ამ სამკურნალო დაწესებულებაში, ციხის ტერიტორიაზე არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში, შეგნებულად ექცევიან არასწორად პატიმრებს, არ აწვდიან მედიკამენტებს, რაც იწვევს მათ პროტესტს. განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები იმყოფებიან, როგორც აღმოჩნდა ლალი აბციაურის საუბრისგან და ის ითხოვს არა მარტო მათი სამკურნალო პირობების გაუმჯობესებას, არამედ ბევრი მათგანის გათავისუფლებას, რადგან არსებული ვითარება ამის საფუძველს იძლევა. ჩვენ ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
არაფერი არ ხდება ძმაო. აბა რატო ის? ეხლა გამოვიდა ქალბატონი გიქრატო მშვიდობა. ვინ ქალბატონი ამდენმა ხალხმა? დაელოდე ისე დაელოდე და შეგვიშვი. მედიკამენტების, ექიმების პრობლემა აქვს და საბოტაჟი გააკეთეს ექიმებმა. პირდაპირ მინდა გითხრათ, ანუ ძველი მედპერსონალი ვინც იყო, იმათ სპეციალურად რომ ალბათ ავტომატურად მიიღოს ხალხი. ეს არის მეტი არაფერი. ციხის ბუნტის დროს ხუხუა მუშაობდა, დიახ მუშაობდა, ხუხუა ამას მე ვადასტურებ, იმიტომ რომ მე თვითონ ზეპირად ვიცი ეს საქმე და ზუსტად ვიცი რომ მუშაობ. ამას მე ვადასტურებ. რაც შეეხება მონიტორინგის ჯგუფის წევრებს, ისინი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქსნის დაწესებულებებში. მათ მოინახულეს აქ არსებული ყველა საპატიმრო, მათ შორის ესაუბრნენ ნუკრი ხუხუასაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაენიშნა ამ დაწესებულების ხელმძღვანელად. ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად პრობლემა არის იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან თანამდებობაზე, ეხება ეს კონტროლიორებს, ეხება ბადრაგებს, პატიმრები აშკარად ჩივიან ამ ადამიანების მიერ მათ არა ადამიანურ მოპრობასა და თქვათ არა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებაში. ისინი ამბობენ, რომ უნდა დაიწყოს მოკვლევა, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს ნებისმიერი თანამშრომლის გადაცდომა კანონისგან და არასათანადო მოპრობა პატრიმის მიმართ. როგორც გაირკვა, ორშაბათს დაიწყებს ეს ჯგუფი უკვე მოკვლევით ხასიათის სამუშაოებს, უпростоრედ დაიწყება კონსულტაციები როგორც სამინისტროში, ასევე ადგილზე გაეცნობიან კიდევ ერთხელ სიტუაციას და თუ დადგინდა რომელიმე მათგანის დადასტურდა, რომელიმე მათგანის გადაცდომა კანონიდან აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ გთავაზობთ მონიტორინგის ჯგუფის წევრების კომენტარებს, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვეს საპატიმროს ტერიტორია. ხვალინდელი დილიდან იწყება ოფიციალური მოკვლევა, ჩაერთვება არაერთი ოფიცერი, ჩაერთვება მონიტორინგის სამსახურიც და დაიწყება გამოკითხვა პატიმრებისა, რაც საფუძვლად დაედება შემდგომში სამართლო წარმოების საქმეებს. თითქმის ყველა კორპუსი მოვიარე, ყველა სართული გავესაუბრე ათასობით პატიმარს და არავით არის იქ რამე ბუნტის მაგვარი ან რამე არეულობა არ არის, აბსოლუტური სიმშვიდი, აბსოლუტური სიწყარია, უბრალოდ რამოდენიმე თანამშრომელი შენიშნეს, ვის დათხოვნილი იყო ესე იგი აი ამ ქსნის დაწესებულებიდან და თხოვნა იყო რომ ისევ ესე იგი გათავისუფლდნენ ესენი. რაც შეეხება საკუთრივ თანამშრომლების საკითხს, რა თქმა უნდა ეს უნდა დროებით ისინი უნდა იქნენ ჩამოცილებული სანამ არ მოხდება განმუხტვა სიტუაციის. მათ მიმართ უნდა დაიწყოს მოკვლევა, ბუნებრივია ახლა. მე არ გულისხმობ, რომ დავარღვიოთ ახლა უდანაშაულობის პრეზუმპცია და დაუშვათ ერთ მხარეს მოусმინოთ, მაგრამ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ სისტემა ამას ვერ გაუძლებს. მაგრამ ამავე დროს არც რეაგირების გარეშე ამ საკითხის დატოვება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. თორემ პრინციპში ეს განცხადებები საკმარისი გახდა პატიმართა ოჯახის წევრებისთვის, რომ ციხის შიდა ტერიტორია ეზოდაეტოვებინათ, მათმა ნაწილმა დატოვა არა მარტო შიდა, არამედ გარე ტერიტორიას, თუმცა ნაწილი რჩება გარეთ, ისინი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არ ყოფილან შიგნით და ითხოვენ შიგნით შემოსვლას, თუმცა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დგანან დარაჯებად ციხის შესასვლელთან, არ უშვებენ მათ. პრობლემა იყო ასევე ჟურნალისტების მუშაობაც აქ ტერიტორიაზე. პრობლემა შეექმნა მეცხრეახს გადამღების ჯგუფსაც და მაესტროს გადამღების ჯგუფსაც. ისინი არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ დამატებითი ტექნიკა, რომელიც საჭიროა ჩართვისთვის ან თუნდაც ვიდეოკამერისთვის გამოსაცვლელი აპარატურა არ შემოგვეტანა. ბოლო ასეთი ინციდენტი მოხდა მაესტროს ჟურნალისტთან დაკავშირებით. მას არ მისცეს საშუალება 2 წუთის გასვლის შემდეგ შემოსულიყო და შემოიტანა დამატებითი აპარატურა. ჩვენ ამ კადრებსაც გთავაზობთ. ეს კადრები ჩვენმა მეორე გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო, რომელიც ციხის გარეთა პერიმეტრზე მუშაობს. Bicho, კარებს ხელი არ მოკიდე. ამოდი აქეთ ბიჭო, რომ დაპარტიო.
თორემ დაახლოებით საათნახევრის წინ ციხის ტერიტორია დატოვეს ასევე საბრძოლო აღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, თუმცა მათ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ ჩვენთან ჟურნალისტებთან. რაც შეეხება ვითარებას, როგორც გითხარით, გაცილებით სიმშვიდეა წინა საათებთან შედარებით, თუმცა პატიმართა ოჯახის წევრები, რომლებიც გარეთ რჩებიან, ისე ვითხოვენ შესვლას ციხის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ბოლო სიახლეს, ეს გახლავთ ის, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრების მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის ფარგლებში აქ შემოვიდა ირმა ჭკადუა, ერთ-ერთი ადვოკატი და ერთ-ერთი სასულიერო პირი ეპისკოპოსი. ისინი როგორც წინა მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაათვალიერებენ საპატიმროს და მოინახულებენ პატიმრებს. მადლობა მალხას. ქსნის სასჯელი აღსრულების დაწესებულებასთან მთელი დღის განმავლობაში მალხას ჭკადუა მუშაობდა. ვლადიმერ ბედუგაძე უახლოეს მომავალში ციხებში შესაძლო ბუნტის დაწყებას არ გამორიცხავს. ვიდეო მიმართვას ის საკუთარი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. ბედუგაძე ამბობს, რომ ბუნტის დაგეგმვა ბაჩუახალაიას ორგანიზებით მოხდება, ხოლო შესრულებას ის პატიმრები უზრუნველყოფენ, რომლებიც ახალაიას დავალებით გადაიბირეს. მიუმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს არჩილ კვილაშვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ გამოძიება იმ პირთა დადგენა გამოვლენისათვის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ცუდომა იმ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მეორე საყოველთაობის თანამშრომელმა ბორის ფარლოვამ გადასცა გიორგი ლომიას. საუბარია 300 კაციან აგენტურულ სიაზე, რომელიც პირადად ბაჩუახალაიას მიწდებით, ძალადობით და შანტაჟით ჩართული არიან საიდუმლო თანამშრომლობაში. მოუწოდდა ვთხოვ პატიმრებს არ აყვნენ დაგეგმილ პროვოკაციას, არ გადადგან ნაბიჯი, ვთხოვ და პირობას ვდევ პირადად ვიბრძოლებ, რომ ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით ჩადენილი დალადობისათვის, რათა შემდგომში გაუმჯობესდეს თქვენი მდგომარეობა. დადღის სხვა სიახლეები კახეთში მრავალშვილიანი დედა 3 წლიან დუმილს არღვევს და შვილებზე განხორციელებულ ძალადობაზე ყვება. ხალბატონი ამბობს, რომ გაჭირვების გამო 4 შვილი სახელმწიფო პროგრამით სოციალური მომსახურების რაიონული სააგენტოს დახმარებით დროებით სხვა ოჯახზე გააშვილა. სადაც მოზარდებს სასტიკად ექცეოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ბრალდებებს უარყოფს ბავშვების მიმღები ოჯახი და სოციალური აგენტი. მრავალშვილიანი დედა სასამართლოში ჩივილს გეგმავს. მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ ოჯახში მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო შვილები სახელმწიფო პროგრამით სხვა ოჯახზე 6 თვით გააშვილა. ქალბატონი ბავშვების მიმღებ ოჯახს მოზარდების მიმართ სისასტიკესა და ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს. მრავალშვილიანი დედა სოციალური აგენტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომელმაც ის მიმღებ ოჯახს დააკავშირა. ძალიან ცუდად ექცეოდნენ. ბავშვებმა შემოგჩივლეს, რომ სასტიკად ამუშავებდნენ. ანუ საკვებით აიძულებდნენ, რომ ძველი საკვები ეჭამათ, ანუ ბავშვს გული აერია და თავისივე ის შეაჭამეს. ხან კედელზე ახეთქებდნენ ამ ბავშვებს. 6 თვიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ბავშვები კვლავ საკუთარ მშობლებს დაუბრუნეს. მას შემდეგ 3 წელი გავიდა. მეცხრეერხთან 12 წლის მოზარდი მიმღები ოჯახის წევრების მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ფაქტებს იხსენებს. კიბის ქვეშ დაგვსავდნენ ხოლმე და მიგვათენებინებდნენ ღამეს. მე კიდევ რო ჩამეფსა, ირაკლი შემომიბრუნა ჩუმად და მე კიდე როგათი და მე რატო შემოუბრუნეო და მე კიდე სცელში ხვალ უნდა ყოფილიყო ირაკლიმო და მე ვუყანა და მე კიდე ორი კოზი მარხანა მიყიდა მე და იმით ლაფატკა ხონდა და იმით დაგვალინოს ორი კოზი. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სოციალური აგენტი. ის ამბობს, რომ სწორედ გაშვილებამდე ცხოვრობდნენ ბავშვები გაუსაძლის პირობებში. დროებით ოჯახში მათი გადაყვანის შემდეგ კი ბავშვებს სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად შეუმსუბუქდათ. ოჯახი, რომელმაც მოზარდები დროებით იშვილა, ბიოლოგიური დედის ბრალდებებით გაკვირვებულია. ბავშვებს ჩემთვის მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ერთადერთი ირაკლი ჩიოდა იმას, რომ ბევრს მამეცადინებენო და არ უყვარდა მეცადინეობა. თავიდან გაუჭირდათ ეს მეცადინეობის პროცესი გეთანხმებით, მაგრამ მერე თანდათან ჩადგნენ კალაკოტში და ძალიან ბედნიერები იყვნენ იმის გამო, რომ სკოლაში კარგად სწავლობდნენ და მაღალ შეფასებებს. სოციალური სამსახურიდან მოდიოდნენ ყოველთვის შემოწმებაზე, ხან თვეში 3-ჯერ, ხან 4-ჯერ. თბილისიდან იყვნენ მოსული შემოწმებაზე ადვოკატებმა შეამოწმეს ჩემი ოჯახი. არასდროს არავის არ შეუმჩნევია ჩემ ოჯახში რაიმე ზედმეტი ამ ბავშვების მიმართ. ეს არის მტკნარი სიცრუე. თავის მხრივ ბავშვების ბიოლოგიური დედა სოციალური აგენტისა და მიმღები ოჯახის წევრების მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ აგენტი მას და მის ოჯახს მას შემდეგ დაემუქრა, რაც სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. მომხდარს თვითმხილველების ყავს. თვითონ ის სოციალურმა მუშაკმა ის ქალბატონი მოიყვანა, ვის ოჯახშიც ჩვენი ბავშვები იყვნენ.
ისეთ შეტევაზე, ისეთ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რომ არ ვიცი, ხელიც კი დამილურჯა. ისე ჩამაფრინდა მანქანაში მიმათრევდა და ღმერთმა იცის, რა ვიცი, შესაშინებლად მიმათრევდა, თურისთვის მიმათრევდა მანქანაში. დავინახე, რომ ხელში იყო ჩაფრენილი და ეკაჩებოდა მანქანისკენ. რას შეუნეოდა? ჩაჯიქჩქარა მანქანაში და წამოდიო. გავაშვებინე ხელი რა საკეთებ მეთქი უთხარი. ქალბატონო რა საკეთებთ მეთქი და ძლივს გავაშვებინე ხელი. მრავალშვილიანი დედა ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტზე სასამართლოს უახლოეს ხანში მიმართავს. შენობაში შეჭრის მორიგის შემთხვევა ამჯერად დუშეთში სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ყოფილი პოლიკლინიკის შენობა დაიკავეს. სიღარიბის ხვარს მიღმამყოფები შენობის დაკანონებას ან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს, თუმცა მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული დუშეთის ყოფილი პოლიკლინიკის შენობა 31-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა დაიკავა. ისინი მის დატოვებას არ აპირებენ. თუკი ეკონომიკის სამინისტროს რაიმე გეგმები არ აქვს ამ შენობასთან, მაშინ მე მგონი უპრეანი იქნება, რომ ხალხს დაუკანონდეს ეს ფართი. ამ ხალხმა შემატყობინეს, რომ არის ესეთი საშუალება, რომ ანუ იცხოვრო შენ სამოვები, დავასუფთავეთ, აი საშინელი სიბინძურე თუ შეიძლება ითქვას, ამ სიბინძურისგან აი ამ მდგომარეობაში მოვიყვანეთ ეს შენობა და ცხოვრობ ჩემი სხვათა შორის ნაოპერაციებ, ნარკოს გადატანებ, წლისა და 9 თვის ბავშვთან ერთად. აი ფიზიკურად მართლა თუ ადამიანს არ უჭირს, ნამდვილად ამ სიბინძურეში არ შემოიყვანდა მით უმეტეს ამ მდგომარეობაში ბავშვს. პოლიკლინიკის შენობაში დუშეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრიც ფუნქციონირებს. ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობაში ერთი დენის მრიცხველია და შესახლებული ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მათ ორგანიზაციას უწევს. მართლა ძალიან რთული პრობლემები იქნება იმ მხრივ, რომ აქ არის ერთი დენის მრიცხველი, რომლის გადასახადსაც იხდის ჩვენი ორგანიზაცია და უცებ აღმოჩნდა, რომ აქ ათეულობით ოჯახი შესახდა და გამოდის, რომ მთლიანად მათი დანახარჯი დენის უნდა გადაიხადოს ჩვენმა ორგანიზაციამ. და კი ასევე ხდება წყალზე. ჩვენი საკუთარი წყლის მრიცხველი გვაქვს და მათი დანახარჯიც ჩვენი გადასახდელია. ქონების მართვის სამსახურის უფროსის იაგო წოწკოლაურის განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ამ ეტაპზე ვერ მოახერხებს. 60 ოჯახი მაინც იქნება, ვინც განაცხადეთ შემოვიდა მუნიციპალიტეტში, რომ ვართ ასე ახსენს თავისი პრობლემა, ზოგი ოჯახიდან არის წამოსული, ზოგს ესეთი პრობლემა აქვს. საერთაშორისო მუნიციპალიტეტი შეძლებს და გვარად შუამდგომლობას გაუწევს კიდეც, თუ იქნა საცხოვრებელი ფართი. იმიტომ რომ ელემენტარულად ადამიანის საცხოვრებელი პირობა უნდა შეიქმნა და ისეთ ფართში მისი უფლება ცხოვრების, რომ არ იყოს მისი სიცოცხლის საშიში. მუნიციპალიტეტს დღესდღეობით არ აქვს ისეთი შენობა, რომ ასეთი საცხოვრებელი პირობა შეიქმნას. სოციალურად დაუცველი ოჯახები ფართების მათთვის სიმბოლურ ფასად გადაცემას ითხოვენ. დედაქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები გაფიცვისთვის ემზადებიან უკმაყოფილებას არსებული სატრანსპორტო პირობები იწვევს. სამუშაო პირობებით უკმაყოფილოები არიან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც, ისინი ავტობუსის მძღოლების მოთხოვნებს იზიარებენ. თუ უახლოეს 3 დღეში თბილისის მერია პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გეგმას არ წარმოადგენს, მეტროსა და ავტობუსის თანამშრომლები სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებით იმუქრებიან. 16 პუნქტიანი მოთხოვნის შესასრულებლად მერიის მფლობელობაში არსებულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ვადა 7 ნოემბრამდე აქვს. მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დედაქალაქის მერიას 16 პუნქტიან მოთხოვნას უყენებენ, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან. მოთხოვნები როგორც ხელფასის გაორმაგებას, ასევე ხელშეკრულებების გადახედვასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება. 7 რიცხვამდე დრო მივეცით, რომ შეგვიცვალონ ეს ხელშეკრულება და ჩვენი მოთხოვნები ზოგადად მაინც რაღაცა დაგვაკმაყოფილო თანახმად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვაპირებთ გაფიცვას. ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია ამბობს, რომ პარასკევს საღამოს მძღოლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ალანია მთავარ შეუთანხმებელ საკითხად ხელფასის გაორმაგებას ასახელებს. 16 მოთხოვნა არის, ერთი მოთხოვნა არის ხელფასების მომატება, გაორმაგებით და დანარჩენი არის ტექნიკური საკითხი, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ავტოპარახებების მოწესრიგება, ეს არის ავტოგაჩერებების მოწესრიგება. ორშაბათს სამშაბათს უკვე ჩვენ გავარკვევთ თუ შესაძლებელია თუ არა საერთოდ ხელფასის მომატება და შემდეგ უკვე მძღოლებთან ერთად
ჩვენ დავიგეგმებით თბილისის მერიაში შესაძლო გაფიცვას უარყოფენ. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც დედაქალაქის მერიის საკუთრებაშია, მძღოლებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს და 2 დღის წინ სწორედ ასეთი გეგმიური შეკრება გაიმართა. მუნიციპალური ავტობუსის მძღოლების გარდა სამუშაო პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ თბილისის მეტროს თანამშრომლებიც. ისინი ავტობუსის მძღოლების მოთხოვნებს იზიარებენ. თუ უახლოეს ამ დღეში მერია პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გეგმას არ წარმოადგენს, მეტროსა და ავტობუსის თანამშრომლები მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტის მუშაობას შეაჩერებენ. ეს არის ახალი 9-ზე ვაზიანი გომბორი თელავის გზის მშენებლებს ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. მძღოლები, რომლებიც გზის 27 კილომეტრიანი მონაკვეთის განახლებისთვის საკუთარი ავტომობილებით დაიქირავეს, ანაზღაურებას 2 წელია უშედეგოდ ითხოვენ. გზატკეცილზე აღდგენით სამუშაოებს 2010 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შეპესე New Energy ასრულებდა. დაზარალებულები ხელფასის მიღების სამართლებრივ გზას დაადგნენ და გასულ წელს კომპანიას პროკურატურაში ზუჩივლეს, თუმცა მათი საჩივარი არ ჩაიბარეს. იმის მიუხედავად, რომ ვაზიანი გომბორი თელავის გზის რეაბილიტაცია 2 წლის წინ დასრულდა, გზის მშენებლობაზე დაქირავებულ მძღოლებს, რომლებიც საკუთარი სატვირთო მანქანებით დაიქირავეს, ამ დრომდე ხელფასები არ მიუღიათ. მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიას 200-ზე მეტი მძღოლის სახელფასო დავალიანება აქვს. ჩემი მანქანით ვიმუშავე, ის გზა რო გაკეთდა და მოჩა ეს გზა, ხელფასი არავინ არ მოგცა. ვანო მერევიშვილი იყო ჩამოსული და იმასთანაც კი მივედი. და უთხარი საქმის ყურჩა ბატონო თქვენი მედი გქო გამუშავეს ფული არ მოგცეს მეთქი და კი რეაგირებას მოახდენ თუ ესე იყო არჩენების წინ 2-3 თვის უკან და ველოდებოდი ზარს ჩემი ტელეფონი ჩაიწერეს ჩემის ჩაიწერეს მონაცემი ჩაიწერეს და არავინ პრობლემა არ მოგცეს. მძღოლების განცხადებით ისინი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება New Road Group-მა და სატრანსპორტო კომპანია El Jgupma სამშენებლო კომპანია New Energy-ს დაკვეთით დაიქირავა. მძღოლები ამბობენ, რომ New Energy-ს ხელფასის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა კომპანიაში უთხრეს, რომ მათ კონტრაქტორების ანგარიშზე ყველა თანხა გადარიცხული აქვთ. კომპანიები New Road Group-ი და El Jgupma კი გაკოტრდა და მათთან დაკავშირება შეუძლებელია. მივუერთეთ ვინც იყო ჩვენი შუამავალი El Jgupma რომელიც იყო დაკავშირებული New Energy-თან. ამასთან დაკავშირებით დირექტორი არის El Jgupma-ის ლადო ქავთარაძე და მეორე პიროვნება იყო ლადო ბურდული. უკავშირდებოდით აქამდე ხშირად, მაგრამ ეხლა ტელეფონსაც არ ღებულობენ. ვარ სადღაც ალბათ 100-ზე მეტი ადამიანი მანქანა 130-მდე შეიძლება იყოს ნამუშევარი ვისაც გვაქვს და ესაც შევლოდებით, მაგრამ არსაიდან არაფერი არ ჩანს. კომპანია New Energy-ს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანიას არანაირი სახელფასო დავალიანება არ აქვს. ბეზიკ ჯიქურაულის განცხადებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული არაბული კომპანია Al-Hamrati ასრულებდა, რომლის კონტრაქტორიც მათ კომპანიასთან ერთად New Road Group-ი და El Jgupma იყვნენ. ჩემთვის როგორც ცნობილია, გომბორის პროექტზე ყველა სახელფასო დავალიანება გასტუმრებული გვაქვს უკვე კარგი ხანია. მძღოლები ამბობენ, რომ გომბორის გარდა კომპანიას გურჯაანი ჭაბუკიანი აფენის გზის განახლებაზე შესრულებული სამუშაოების სახელფასო დავალიანებაც აქვს. თბილისის სოფლებში მამულოსა და გომარეთში საძოვრები გერმანულმა კომპანიამ Rao Global Group-მა შეისყიდა, რამაც ადგილობრივთა პროტესტი გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ამ მიწების შესყიდვას თავადაპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. Rao Global Group-ის წარმომადგენლები კი თბილისში 8 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავენ. თბილისის სოფლების მამულოსა და გომარეთის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ მიწების შესყიდვას თავადაპირებდნენ, მაგრამ მათ ამის უფლება არ მიეცათ. მოგვიანებით კი საძოვრების მფლობელი გერმანული კომპანია Rao Global Group-ი გახდა. ყველამ დიდი თანხები აქვს გადახდილი ამ რუკების შეძენაზე, რომ ზოგს პრივატიზაციაში აქვს ჩაბარებული, ზოგს ისევ თვითონ აქვს რომ ვერ მოასწრეს, ზოგმა დაწყების სტადიაში იყო და შეჩერდნენ იმის გულისთვის, რომ აღარ იყიდებოდა, გამოაცხადა სახელმწიფო მაშინდელ მთავრობამ, რომ შეჩერებულია პრივატიზაცია. არჩევნების მეორე დღეს დაიწყეს აგური დონის ტექნიკა ხალხ მოყვანილი, დაიწყეს ეს ტექნიკა და გადახნეს კიდევაცა ეს ხალხი დარჩება, უმიწოთ უშემოსავლოთ და საკმარისია კიდევ ერთი ესეთი როგორ ვთქვა კომპანია თუ ინვესტორია თუ ვინც არის შემოვიდეს აღარაფერი დარჩება სოფელს. გომარეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემის შესახებ იცის, თუმცა მათ არავინ დახმარებია. მოვლენ ორ შაბათს გადაწყვეტავენ ან მოსახლეობა ჩავა. და ვინ შეთავაზება თვითონ გამგებელი საკრებულოს შეიძლება საკრებულოს თავმჯდომარე.
მიწის მესაკუთრე კომპანიის რაო გლობალ გრუპის წარმომადგენელი რასულ ორუიოვი აცხადებს, რომ კომპანიამ მიწები კანონის დაცვით შეიძინა. Когда мы обращались, როცა ჩვენ დავინტერესდით და ვიყიდეთ, ეს მიწები цаრიელი იყო. თუ ახლა მთავრობა გადაწყვეტს, რომ ჩვენ ეს მიწები უნდა გადავცვალოთ, წინააღმდეგობას არ გავუწევთ. ჩვენ 8 მილიონი ევროს ინვესტიცია გავაკეთეთ. აქ ფერმა და რძის საწარმო აშენდება. ხალხმა უნდა გაგვიგოს და მიხვდეს, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი საქართველოსთვისაა. ორუიოვის თქმით, რაო გლობალ გრუპი დმანისის რეგიონში 8 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც რძის საწარმო და ფერმა აშენდება. თუმცა მამულოსა და გომარეთის მოსახლეობა საძოვრების გასხვისების ფაქტთან შეგუებას არ აპირებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფელ გურგენიანში რამდენიმე დღის წინ ხიდი ჩაინგრა პრობლემას პატარა მდინარე ქმნის, რომელიც ადიდების დროს საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა დაპირებების მიუხედავად ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. სოფელ გურგენიანში რამდენიმე დღის წინ სამანქანო ხიდი ჩაინგრა და პატარა მდინარე, რომელზეც ხიდია აგებული, მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. მდინარე მოსახლეობის ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე გადის. ადგილობრივები განსაკუთრებით იმ დროს სარალდებიან, როცა წყალი დიდდება და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს. კალაპოტი, საცამიდიო. ახლა სხვა მხრიდან ჩვენსკენ განმოუშვა. მთელი პოლი აგენ მოვიძანი და ნახე, სულ აყრილი არის. წელიწადში ორჯერ სამჯერ დიდება ეს წყალი. ხო და გვაწუხებს. შარშან აგვისტოში რო აიქ წყალი იყო, სახლებში ხო შემოგვივარდა. 112-ზე დავრეკეთ ხელხაზე. რამადაჯერ კაციშვილმა არავინ არ მომაქცია. 7 ბავშვი სახლში მყავდა. მაგისანა პრობლემებია ქალბატონო მთელ რაიონში და რა გიშველოთ. მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. აკაკი მომლაძე ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება ცენტრალურ ხელისუფლებასაც სთხოვეს, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. არაერთხელ მაგ დაწერილი განცხადება აქ გამგეობაში 4-ჯერ 5-ჯერ უარი მომივიდა. შემდეგ პრეზიდენტთანაც დავწერე, სააკაშვილთან 1-2-ჯერ ნიკოლაიშვილთანაც მაგ მოსული პასუხი, რომ უსახსრობის გამო ვერ ვაკეთებ ვერაფერს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ხიდის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. თუმცა აქვე განმარტავენ, რომ მდინარეზე დამბების აგება საკმაოდ ძვირია და თანხები ცენტრალურ ბიუჯეტშია მოსაძიებელი. გამოვნახავთ თანხებს და უახლოეს საპრობლემო თემაზე გავიტანთ საკითხს ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ხელის პრობლემას ვიცით, რა თქმა უნდა, ამ მდინარეზე გაბიონების მშენებლობა ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ეს ამის საშუალება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არ აქვს და თავის დახმარება საჭირო, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სოფელ გურგენიანში ნაწილობრივ დაზიანებულია მეორე სამანქანო ხიდიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები თუ დროულად არ დაიწყო, სოფელი რეგიონულ ცენტრთან დაკავშირებას ვეღარ შეძლებს. დაბზარული კედლები და დაზიანებული სახურავის ენაქში აკაკი ხორავა სახელმწიფო თეატრს განადგურება ემუქრება. რამდენიმე წლის წინ შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული რემონტის გამო შენობა ისევ გრევის პირასაა. მსახიობები ამბობენ, რომ წვიმის დროს თეატრში წყალი ჩამოდის და შენობის კედლები ფაქტობრივად ჩამოშლილია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ენაქში და საფრთხე, რომელიც აკაკი ხორავას სახელობის თეატრს ემუქრება. შენობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეკეთდა, კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. 1958 წელს აგებული სახელმწიფო თეატრის შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაინგრეს. თეატრი არის 59 წელს დასნელი. ფაქტიურად დღეისთვის კომუნიკაციები აბსოლუტურად მოშლილია ყველაფერი. ამას სჭირდება ძალიან დიდი რეაბილიტაცია. ფაქტიურად ხელახლად არის ყველაფერი გასაკეთებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები, ესე იგი 93 წლიდან დაწყებული და 2008 წელს პირდაპირ დაიბომბა ჩვენი თეატრი. სხვადასხვა პრობლემებს შორის თეატრის გადაუდებელი რესტავრაცია აქაური თანამშრომლების ერთ-ერთი საზრუნავია. არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით უნიკალური ძეგლი ახლა ასეთ მდგომარეობაშია. არ ამგონია საქართველოში ნაკლებად ესეთი შენობა რომ მოეძებ ერთეულები. გამიგეთ ხო და დღეს კი ხედავთ თქვენ თვითონაც ნახეთ რა სავალალო მდგომარეობაშია და სულ სხვანაირი დამოკიდებულება უნდა, უფრო თბილი დამოკიდებულება უნდა და გული უნდა შეჰყიოდეთ. სახელმწიფო თეატრისთვის წელიწადში მხოლოდ 100,000 ლარი გამოიყოფა, რაც სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არასაკმარისია. დაბალანაზღაურებასა და დასის გადახალისების საჭიროებაზე საუბრობენ სენაკის თეატრის ხელმძღვანელები. არ არსებობს საქართველოში ისეთი თეატრი,
სადაც ასეთი დაბალი დაფინანსება ქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ დაფინანსებაზეა. 110.000 არის დაფინანსება ჩემი. პენსიონერებს არ აქვს ალბათ უფრო მეტი აქვს, ვიდრე დღეს მომუშავე აი ამ სახეობებს და აი ამ შემოქმედებით ჯგუფს და მთლიანად კოლექტივს. წარმოიდგინეთ, წინიდან გასული გაყრიმებული მსახიობი თბება შეშის ღუმელთან. ერთ ოთახში, სადაც შეყუჟულია ყველა ერთად და ფაქტობრივად ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა. სენაკის აკაკი ხორავა სახელობის სახელმწიფო თეატრის პრობლემებზე სასაუბროდ ადმინისტრაცია და შემოქმედებითი ჯგუფი კულტურის ახალ მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. აზარტი და გამარჯვების ჟინი მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი ძალები ამჯერად პოკერში მოსინჯეს 9 გუნდი და 1 მიზანი საპრიზო ფონდი 5100 ლარის ოდენობით. მედია ტურნირი ევროპა-ბეტის ორგანიზებით ჩატარდა. პოკერ რუმმა ევროპა-ბეტმა მედიის წარმომადგენელთა შორის პოკერის ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 9 გუნდი, მათ შორის ტელეკომპანია მეცხრე არხის ნაკრებიც მონაწილეობდა. 5100 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდის მქონე გათამაშება საინტერესო და სახალისო წარიმართა. კაია, მედია საშუალებები რო შეხვდნენ ერთმანეთს. ძალიან მეგობრული სიტუაცია და ნეტა ესე გაგრძელდეს ყველაფერში. ეკრანზეც ესე გაგრძელდეს ნეტა. სხვადასხვა მაგიდებზე ნაჩვენების შედეგების მიხედვით გუნდების რანგირება ყოველ საათში იცვლებოდა. ტურნირზე მეცხრე არხმა ორ მაგიდაზე შეძლო პირველი ადგილის დაკავება. წარმატებას დუდე მასხულიამ და გუნდის კაპიტანმა დავით ხვადაგიანმა მიაღწიეს. პოკერ ტურნირზე აზარტი და სპორტული ჟინი თანაბრად იგრძნობოდა. თუმცა საყოველთაო აღიარებით იგი გართობის და დასვენების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. ძალიან კარგი წამოწყებაა, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად რაღაც ახლოვებას უწყობს ხელს ადამიანების, რამდენი ადამიანი ვნახე, რომელიც არ მინახია ძალიან დიდი ხანია. ტურნირის გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენაში გადამწყვეტი როლი კაპიტნის მაგიდაზე ნაჩვენებმა შედეგმა ითამაშა. მეცხრე არხის კაპიტნის დავით ხვადაგიანის მიერ სამართლიანი თამაშის წესების დაცვით მიღწეული გამარჯვების შედეგად ქულებით წინ მყოფი ავტორადიო მეორე ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო ჩემპიონის წოდება და მთავარი საპრიზო ფონდი პალიტრა ტივის გუნდს ხვდა წილად. ძალიან დიდი აზარტია და ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ემოციებზე დაკვირვება და მაგის თუმცა მაგის საშუალება ჯერ არ მომეცა. პოკერ რუმ ევროპა-ბეტის წარმომადგენელთა განცხადებით ანალოგიური მედია ტურნირები ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება. იბერი ახალი ჯგუფი ქართულ მუსიკალურ სივრცეში. ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, პირველ სიმღერებს წერს. იბერი 12 წევრისგან შედგება და მის რეპერტუარში ძირითადად ფოლკლორული სიმღერებია შესული. ცნობილი ხალხური კომპოზიციები და ჯგუფი იბერის პირველი ნაბიჯები. ნახეთ თიკა წერეთლის სიუჟეტი. ამ სტუდიაში ახალი ფოლკლორული ჯგუფი იბერი სიმღერას წერს. ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. იბერი ახლა 3 სიმღერაზე მუშაობს. სამ სიმღერას წერთ, რომელთაგანაც ორი არის ძველი ქართული არის წარმართული დროის სვანური სიმღერა კვირია და ერთი მეგრული კუჩხი ბედინერი. ძალიან დიდ პატივს რა თქმა უნდა კომპოზიტორების ნამუშევრებს და საესტრადო სიმღერას, მაგრამ მაინც ფოლკლორი უფრო ჩვენთან უფრო ახლოს არის გულთან და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ფოლკლორი დაგვეწყო. პირველად გვიწევს ახლა ჩაწერა სტუდიური ჩანაწერის გაკეთება, ცოტა ნერვიულობთ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად გამოვა და წარმატებით დასრულდება. ჯგუფის დაარსების იდეა დიდი ხნის წინ გაუჩნდათ, თუმცა იბერი რამდენიმე თვე არად ჩაიკრიბა. რეპერტუარში ძირითადად ფოლკლორული სიმღერებია შესული, მაგრამ როგორც გითხრას, მომავალში კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებასაც გეკმავენ. სრულიად ვისისხულცებ იმ აზრს, რომ არის ურთულესი საქმე და ურთულეს საქმე შევეჭიდეთ ჩვენ ყველანი ერთად. რა ვიცი, დანარჩენს რო გვაჩვენებს და მაყურებლის და მსმენელის რეაქციის მიხედვით დავასკვნით შევძველით თუ არა. ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მოიყარეს თავი, პირველ სიმღერებს გელა იმნაძის სტუდიაში წერს. დღეს მოვიდა ჯგუფი იბერი, როდესაც უყურებს ახებს, ყველა სადღაც როდესაც მღეროდა. და ამიტომ დამწყები ნაკლებად შეიძლება ითქვას ამაზე. უფრო შემღერების პროცესი აქვს, ვიდრე დამწყებების. როგორც ყველა სხვა ჩვენამდე არსებული ქართული ფოლკლორული ჯგუფი და ანსამბლი აკეთებდა დიდ საქმეს ქვეყნისათვის, ჩვენც გვინდა რომ ჩავერთოთ ამ ორ მტრიალში და ჩვენი ხმა მივასწინოთ სოფლიოს და არც საქართველოს დავივიწყო და აქაც ავმართოთ არაერთი კონცერტი. მომღერლები უკვე საგასტროლოდ ემზადებიან რამდენიმე თვეში ტალინში მიემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მუსიკალურ კვირეულში მიიღებენ. დღეისთვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გევშთევებით, ნახვამდის.